ტელეკომპანია ბორჯომი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის სახელწოდებაც არის ჩვენი თემი. თუ თქვენ ხართ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდა, გსურთ ისწავლოთ ინტერვიუების ჩაწერა, ვიდეო გადაღება და მონტაჟი. გსურთ მოამზადოთ გადაცემები, გაგვაცნოთ იმ ადამიანების საინტერესო ისტორიები, ვისაც თქვენ იცნობთ. გაქვთ ახალი იდეები და გინდათ მისი რეალიზება. დაუკავშირდით ტელეკომპანია ბორჯომს 20 ივლისამდე. შეავსეთ სააპლიკაციო. ერთ დილით ჩემი მასწავლებელი მოვიდა ჩემთან და ამ პროექტის შესახებ მომიყვა. თან მითხრა, ჩემი კლასელებისთვისაც მეთქვა. ძალიან დავინტერესდი, მონაწილეობაც სიამოვნებით მივიღე. ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ყველა ვინც აპლიკაციო ფორმები შევავსეთ, გასაუბრებაზე დაგვიბარეს. გასაუბრების დაწყებამდე ადმინისტრაციულ სახლის წინ ეზოში ვიჯექი. ჩემს გარშემო სხვა ბავშვებიც ისხდნენ. 10 საათისკენ ისინი ჩემთან ერთად წამოდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველას ერთი გზა გქონდა და ყველანი ტელევიზიაში მივდიოდით. ერთმანეთს არ ვიცნობდით, იმიტომ რომ უმეტესობა სხვადასხვა სოფლიდან ვიყავით. მაგრამ ეს მოკლე მანძილი საკმარისი აღმოჩნდა, ერთმანეთი კარგად გაგვეცნო და ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ გაგვეგო. მე ჯგუფში ყველაზე პატარა ვარ, ამიტომ ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ გასაუბრებაზე იმხელა კეთილგანწყობა ვიგრძენი, რომ მალევე მოვეშვი და თამამად დავიწყე კითხვებზე პასუხი. შემდეგ, როდესაც მოხდეს პრაქტიკული დავალება და კამერის წინ უნდა გველაპარაკა, ძალიან ნავნერვიულდი. როდესაც ყველა ფიქრობდა თუ როგორ ეთქვა ტექსტი, მე იმაზე ვღელავდი თუ როგორ გამოვიყურებოდი და ჩემს ვიზუალურ მხარეზე დავიწყე ზრუნვა. ჯერ თმები გავისწორე, შემდეგ სარკე მოვატანინე და შიგ ვიხედებოდი. ბოლოს ოპერატორი გავაგიჟე და ლამის სტუდიიდან გამექცა. 40-მდე აპლიკანტიდან ჯგუფში 18 მოვხდით და ტრენინგები დაგვეწყო. ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ, ეფექტური კომუნიკაციები, ჟურნალისტიკის საფუძვლები, ჟურნალისტის უნარჩვევები. ვსწავლობდით თუ როგორ უნდა გვემუშავა კამერასთან, მოგვიმზადებინა სიუჟეტები და წაგვიყვანა ток-შოუ. ტრენინგებზე თეორიულ მასალას თან ახლდა პრაქტიკული სამუშაო და სახალისო სავარჯიშოები. ჩვენთვისაც ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო. ხვდებოდით თეორიული ტრენინგის შემდეგ როგორ ვიზრდებოდით და ვიხვეწებოდით. ჩემთვისაც ყველაფერი როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტისა და მომავალი ჟურნალისტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მე ვიდეო გადაღება მანამდეც ვიცოდი, სანამ აქ მოვიდოდი, მაგრამ როდესაც ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაიწყო და კამერით დაგვირიგეს, მივხვდი, რომ ვიდეო გადაღება არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მე მეგონა. ყველაზე მეტად ჩემი პირველი კადრები დამამახსოვრდა. თეორიულად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ პრაქტიკაში ამის განხორციელება რთული იყო. ხანდახან მეგონა, რომ ჩემი გადაღებული სიუჟეტი ყველაზე ცუდი გამოვიდოდა, მაგრამ ბევრი მუშაობის შედეგად და ჩემი სიუჟეტები უფრო მეტყველი და საინტერესო გახდა. ჩვენი მიზანი იყო ჩვენს ირგვლივ აღმოგვეჩინა საინტერესო პიროვნებები, რომლებსაც შემდეგ ტელემაყურებლებს გავაცნობდით ჩვენი სიუჟეტების მეშვეობით. ამის გაგების შემდეგ უკვე სხვა თვალით დავუწყე ყურება ჩემს მეზობლებსა და ასევე მთლიანად ბაკურიანის მოსახლეობას. თითოეულ მათგანში ვეძებდი ჩემი სიუჟეტის გმირს. ჩემი პირველი სიუჟეტის გმირი იყო მხატვარი გაიოს კობიაშვილი. ჩაწერის დროს მას სახლში ჰქონდა რემონტი და დღეში მხოლოდ 5-10 წუთს ვახერხებდით გადაღებებს. ეს პროცესი გაგრძელდა მთელი 1 კვირა და ჩემი გმირი 1 კვირა ერთი და იგივე ტანსაცმლით ვატარე. თან არგუმენტად ვიშველიებდი, ტელევიზიაში ასე მასწავლეს და რა ვქნა მეთქი. მე გადავწყვიტე სიუჟეტი გამეკეთებინა ახალდაბელ ნუგზარ ჩადუნელზე, რომელიც წარსულში იყო მეზღვაური, სადაურათაც მეზღვაური შეურჩია. სიუჟეტის გაკეთება ზამთარში მომიწია. ბორჯომში ზღვა არ გვაქვს, შესაბამისად ზღვის კადრებიც არ მქონდა. მტკვარზეც არ ჩავიყვანე, რადგან გაყინული იყო. არა და მასწავლეს, რომ როდესაც გმირი რამეზე საუბრებს, კარგი იქნება ფონად იმის კადრები რომ ჩანდენსო. ამ სიუჟეტის თენდაფიკი საერთოდ კედელთან ჩავწერე. როდესაც სიუჟეტი მორიგ შეხვედრაზე ტელევიზიაში განვიხილეთ, მითხრეს, კალატოზზე აკეთებდი თუ მეზღვაურზე ამ სიუჟეტსო. არ მეგონა თუ ასე საინტერესო იქნებოდა სიუჟეტებზე მუშაობა. ყველა ჩემს გადაღებულ სიუჟეტზე მთელი გულით და მონდომებით ვიმუშავე, თუმცა განსაკუთრებით მაინც მოხუცი თორქმარი დამამახსოვრდა. ამ სიუჟეტს ერთად მარტო დავარქვი, იმიტომ რომ ეს ადამიანები წლებია სოფლისაგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შუაგულ ტყეში მარტოდ ცხოვრობენ. შუქიც კი არა აქვს, მათ სამუშაობა დაუვიწყარი იყო. ისინი აღმოჩნდნენ საუკეთესო რესპონდენტები, იყვნენ უბრალოები და ძალიან საინტერესო ისტორიები მიამბეს. ყველა ჩემს თხოვნას ადვილად მისრულებდნენ. მათი უშუალობა და გულწრფელობა ჩემს ნამუშევარზეც აისახა და სიუჟეტი ძალიან თბილი გამოვიდა. მე 10 წელია რაც სოფელ საკირაში ვცხოვრობ. იქ საინტერესო ადამიანები ცხოვრობენ. როდესაც გაიგეს ჩემი მოქალაქე ჟურნალისტობის ამბავი, მათ განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. ზოგი ამბობდა ვერ შეძლებს რთულიაო, ზოგი კი მილოცავდა და მეუბნებოდა ჩვენ შესახებ ყოველს მოუყევი, როგორ ცხოვრობთ, რა პრობლემები გვაწუხებსო.
ზოგიერთი მათგანი უკვე გავაცალეს ჩვენს ტელემაყურებელს. იმის გამო, რომ ტრანსპორტის სოფლიდან დილით ადრე გამოდიოდა, ტელევიზიაში თანამშრომლებსაც კი ვასწრებდი მისვლას. ამიტომ ხუმრობით ჩვენი თემის პირველი მერცხალი შემარხვეს. მომავალშიც გავაგრძელებ თანამშრომლობას ტელეკომპანია ბორჯობთან, რადგან ის საქმე, რომელსაც მევაკეთებ, ძალიან მიყვარს. ამ ერთი წლის მანძილზე მაყურებელს 40-ზე მეტი გმირი გავაცანით. ჩვენს ობიექტივში მოხვდნენ ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. ჩვენი თემის პროექტის მეშვეობით გავიცანით და შევიყვარეთ მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები, აგრეთვე ექიმები, პედაგოგები, დიასახლისები და მეზღვეები. ჩვენ სიუჟეტები გავაკეთეთ უბრალო ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრებისგან არაფერს არ გამოირჩეოდნენ და ალბათ არც არასდროს მოხდებოდნენ ახალ ამბებში. თუმცა ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ჩვენს თემს ქმნიან. ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ეს იყო. ჩვენს მაყურებელს საინტერესო კუთხით გავაცანით ეს ადამიანები და ფაქტიურად ისინი ჩვენ აღმოაჩინეთ. როდესაც სიუჟეტებზე მუშაობას მორჩებოდით, ფიქრებოდით ტელევიზიაში, სადაც პროექტის ხელმძღვანელებთან და კომპანიის ჟურნალისტებთან ერთად განვიხილავდით სიუჟეტებსა და გადაცემებს. ვიღებდით შენიშვნებს ასევე ჩვენი თანატოლებისაგან, რომლის შედეგად ხვდებოდით ჩვენს წარმატებებსა და შეცდომებსაც. პროფესიულად ნელ-ნელა ვიხვეწებოდით, გარდა სიუჟეტებისა ვაკეთებდით გადაცემებს, წერდით თოქ-შოუებს. სტუდიაში ვიწვევდით სტუმრებს, როგორც უფროსებს, ასევე ჩვენს თანატოლებს და ჩვენთვის და ჩვენი თანატოლებისთვის აქტუალურ საკითხებს განვიხილავდით. თავიდან რომ მითხრეს რომ გადაცემის წამყვანი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ გამიკვირდა და რაღაც სრულიც არ მქონია რომ წამყვანი ყოფილიყავი, რაღაც გადაღებაზე და სიუჟეტებზე ვფიქრობ. ეს პირველი გადაცემა რომ დავგეგმეთ და ყველაფერი გავამზადეთ, სცენარი, დავწერეთ ტექსტი, რაღაცა პირად ვიცოდი და ისეთი სიტუაცია იყო რომ თქოს არაფერი აღარ უნდა შემშრომდა, მაგრამ როცა უკვე გადაცემა დაიწყო, რაღაც ყოველი კითხვის დროს რაღაც მაინც ფუსლებში ვიყურებოდი. მეორე გადაცემაზე უკვე ვფიქრეთ რომ რაღაც ახალი გავაკეთებინა, რაღაც შეგვეცვალა და გადავწყვეტ რომ რეკვიზიტები დაგვემატებინა, სიუჟეტი ჩაგვემატებინა. გადაცემა კარგად წავიდა, გაიმართა დებატები, მეც რაღაც აზარში შევედინა. ამ დროს გამშვიდობდა რაღაც ხელების ასეთი მოძრაობები და ჩემი მეწყვილეც მიწევს რომ გვეხონდა თუმე დროს გადავსდით ძალიან. რაღაც, მაგრამ მე იმდენად ვიყავი აზარში რომ არ ვაპირებდი ჯერ დამთავრება და ამ დროს ჩემი მეწყვილე მოწევს რაღაც მადლობა ხალხს, მაყურებლებს დამთავრდა თუჩი გადაცემა. ეს ერთი წელი ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავარი ის არის რომ ეს პროექტი დამეხმარა ჩემი მომავალი პროფესიის გასაზრდაში. იმდენად შემიყვარდა კამერასთან მუშაობა, მივხვდი რომ ეს არის ჩემი საქმე და გადავწყვიტე კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება. თუმცა ტელეკომპანია ბორჯომთან და ჩვენს თემთან თანამშრომლობას არასდროს გავწყვეტ. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიცანით ერთმანეთ და დავმეგობრდით. ვისწავლეთ ბევრი რამ, გავიარეთ პრაქტიკა, ვისწავლეთ ადამიანებთან ურთიერთობა, საზოგადოებას გავაცანით ბევრი საინტერესო ადამიანი. შევიძინეთ წამყვანისა და ჟურნალისტის უნარჩვევები. გავხდით უფრო მეტად პოპულარულები და რაც მთავარია, უფრო მეტად თავდაჯერებულები ვიდრე ვიყავით. მე პირადად ძალიან გული მწყდება რომ ეს პროექტი ასე მალე მთავრდება, თუმცა მეც და ალბათ ჩემთან ერთად ყველა ვფიქრობთ რომ ამით არ დავამთავრებთ ამ პროექტს და გავაგრძელებთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ბევრი საინტერესო ადამიანია, რომელიც უნდა გავაცნოთ საზოგადოებას.